კაცი ქართველი თუ არის იტყვის ვინ გზარი გზაზე და სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე ჩვენ ახლა ვიმყოფებით ასპინძის რაიონულ ცენტრში, სადაც არის მემორიალური ქვა თავისი დაფით, რომელიც მეანიშნებს იმის შესახებ, რომ 1770 წლის 20 აპრილს, სწორედ ამ დღეს აქ გაიმართა მეფე ერეკლეს მთავარსარდლობით დიდი ბრძოლა მტრის ჯართან და იყო მოპოვებული საოცრად დიდი სამხედრო წარმატება. და მინდა თქმა იმისა, რომ ეს იყო გამარჯვება არა მხოლოდ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ ეროვნული სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. იცოცხლე ჩემო ასპინძავ, შენი აწმყოდა წარსული, ზედა გნათოდეს მშვიდობის ლალის მძივივით აწმული, შვენოდეს სარწმუნოება, ენა მამული ქართული. ასპინძავ კი ვიცი ასპინძის ომი რო არის და. კი, მაგრამ დღესდღეობით რაიონში არაფერი ღონისძიება მემორიალთან და ერთადერთი ყვავილები დიდი დაუწყიათ, პატარა ისაც ჩუმად ხასიასა და ბავშვის ყვავილები მიუტანიათ. რაღაცის ხნა. გაკეთებულა ესე იგი. ხავარი. თქვენც გაგმართლე. არა, მაგრამ ესე იგი აღავდებოდი ვიღაცას გახსენებია. დიდება უბრალოდ. კიდე კაი ვიღაცას ასპინძის ომი გაახსენა. კიდე კაი. აი დედასამ ტრისას აი მაგაზიენად. აქ გაიმარჯვა ქართულმა სულმა, ქართულმა სახელმწიფოებრიულმა ნებამ, ქართულმა რწმენამ და იმ ორიენტაციამ, რომელიც მესხეთს ყოველთვის ჰქონდა. მიუხედავად დიდი დაპყრობებისა და დიდი წნეხისა, მესხეთი არაქართული არასოდეს არ ყოფილა და ყოველთვის იყო ხოლმე ქართული სახელმწიფოებრიობის სადარაჯოზე და ცნობიერებითაც ქართული ქრისტიანული ცნობიერების მატარებელი. დღევანდელი დღე სწორედ ამისი დასტურია და მე ვიტყოდი ეს არის დღე ქართული სულის ასპინძაში და ზოგადად მესხეთში გამარჯვებისა. მესხეთში გამარჯვებული საქართველო დღევანდელ დღეს უნდა ზეიმობდეს რამე თუ უკანასკნელ პერიოდში მოგვეძალა მარცხი აფხაზეთში მარცხი სამათშაბლოში და სწორედ ასპინძა და ასპინძის ბრძოლა არის დასტური იმისა, რომ ქართველებს შეუძლიათ გამარჯვება და ქართველები ღირსი არიან გამარჯვებისა. სწორედ ამ გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ ჩვენ დღეს. ეს არის 20 აპრილი 2011 წელი. 1770 წლის 20 აპრილს აი ამ სანახებში, აი ამ ადგილებში, დაახლოებით ამ ადგილებში მეფე ერეკლეს პატარა კახის ხელმძღვანელობით, ერეკლე მეორის ხელმძღვანელობით ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა სასტიკად გაანადგურა თურქ-ოსმალთა და ლეგთა გაერთიანებული არმია 8000-იანი კაცის შემადგენლობით და ქართველთა ლაშქარმა მეფე ერეკლეს წინამძღოლობით იმდენად სტრატეგიულად იმდენად მაღალ დონეზე წარმართა ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა მამულიშვილის სულის გათვალისწინებით, რომ ქართველთა დანაკლისი შეადგენდა მხოლოდ 24 კაცს.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ასპინძის მისადგომებთან ასპინძის გასასვლელში. აი გარშემო რაც არის, ეს არის ასპინძის დალოცვილი სოფლები. იქ ზველი არის სოფელი ესეთი, ზველი სხვადასხვა არის იოთამ ზევდგინიძე, წმინდა იოთამის და ზევდგინიძეების საგვარეულოს სოფელი. იოთამ ზევდგინიძე მოგეხსენება წმინდა იოთამ ზევდგინიძე, რომელიც დაენაცვლა საქართველოს უკან გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი მერვეს და მის ნაცვლად პოვა სიკვდილი, რის გამოც ასეთი თავდადებისთვის საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. ჩვენ როგორც ჩვენი ჭეშმარიტი წინაპრების შთამომავლები, რომლებიც ვცდილობთ, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ ჩვენ წინაპრების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სისხლის ფასად ეს სანახები მოგვიტანეს, ეს ჩვენი ასპინძა გადაგვირჩინეს. პატივს მივაგებთ აი ამ საბარძიმე ღვინით მათ ხსოვნას და შევთხოვთ მათ სულებს, რომ თავიანთი ლოცვით ემფარველონ საქართველოს. მე გულისკივილით აღნიშნავ, რომ თავად ასპინძაში ჩემ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდ არანაირი ნიშანწყალი არ იგრძნობა იმისა გარეგნულად ყოველ შემთხვევაში, რომ აქ დღეს 20 აპრილია, სადაც უბწყინვალესი შეიძლება ითქვას საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა და სადაც საქართველომ ასე ბრწყინვალედ გაიმარჯვა. ასპინძის ბრძოლა და ბატალიები არის ერთ-ერთი უიშვიათესი სტრატეგიული გამარჯვების მწვერვალი, რომელიც ჩემი აზრით შეტანილი უნდა იყოს მსოფლიოს საომარი ბატალიების ნუსხაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე, სადაც ასეთმა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა ასეთი უბწყინვალესი ბრძოლის დაგეგმარებით იმდენად ასეთი მცირე დანაკლისებით გაიმარჯვა ბევრად მრავალრიცხოვან მტერზე. მე მინდა კიდევ ერთხელ ასპინძის გმირები მოიხსენიო, ასპინძის გმირები და მეფე ერეკლე მეორე ბაგრატიონი დიდება მათ სულებს და მათი მსგავსი ქართველები კიდევ გასჩენოდეს არაერთი საქართველოს. ასპინძის ბრძოლას წინ უძღოდა მთელი სამცხე, ჯავახეთისა და მესხეთის ისტორიული მესხეთის 300 წლოვანი დაპყრობითი ატმოსფერო თურქული ჯარების მიერ, ოსმალოს ჯარის მიერ, ოსმალეთის იმპერია ერქვა მაშინ და ასპინძის ბრძოლა არამხოლოდ ბრძოლა და არამხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის 300 წლოვანი სიხარულის მოლოდინი, 300 წლოვანი ქართული სულის მოლოდინი და ქართული ყიჟინის მოლოდინი და 300 წლის მოლოდინის შემდეგ მოვიდა მეფე ერეკლეს ჯარი და აქაური ქართველებთან ერთად დაამარცხა მტრის მომხდური ძალები და სწორედ 300 წლის შემდეგ გაცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ნება და ქართული სულის ზეობა გამოიხატა აი ამ საბრძოლო სულისკვეთებით, რომელიც ამ სანახებში კერძოდ ასპინძის ველზე დატრიალდა. ჩვენს უკან სწორედ მოდიდებული მტკვარი ჩანს და მტკვარი მაშინაც 1760 წელსაც ასეთი მოდიდებული იქნებოდა. იქ არის ისტორიული ნახიდარი, რომელზეც დღესაც არის შემორჩენილი ქვითა და კირით ნაშენი ბურჯი ხიდისა. აი ამ ბურჯზე იყო გადებული ძელები, რომელიც ჩაჭრეს ღამით მეფე ერეკლეს მებრძოლებმა და დილით, როდესაც შეებნენ მტრის ჯარს და დამფრთხალი და დაფეთებული მტრის ჯარი უკან უკუიქცა და შევარდა ხიდზე, ჩაიქცა ამ მოდიდებულ მტკვარში ხიდი და მტრის ჯარი სწორედ აი ამ პანიკურმა შიშმა მოიცვა, რომელიც შიშიც გზამოჭრილი დამარცხებული ჯარის სტიქიურ უკანდახევაში იყო გამოხატული. ასპინძის ომი იყო ის ისტორიული მოვლენა, რომლის შესახებაც საუბარი იყო შემდეგ რუსეთის მეფის კარზე და რომლის სტრატეგიულ წარმატებასაც განიხილავდნენ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოები. ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვება როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და სწორედ ეს გამარჯვება დაედო საფუძვლად მესხეთის ქართულ რეალობაში მობრუნებას, ქართულ წყაროებთან კავშირს და ქართულ სულისკვეთებასთან მისვლას. ასპინძის წყალი გადასხმოდეს სრულიად საქართველოს. გამარჯვების მადლი ფარველობდეს ყოველ ქართველს. ამინ. ღამეა, ვიღაცა ლოცულობს ტაძარში, ქარი აჭრიალებს კარს.
შავებში ჩაცმული მოხუცი ქალი ღმერთს რასე ვედრება რას დუმანცივ კედლებზე მთლემარე ხატები გარეთ ყვავილები თავს ღამე მოიმედა ცისკრის ვედრებაში ვარდისფერ გაზაფხულს ქსავს ტაძარს ეფინება მუსიკის ჰანგები თითქოს განად დაოცა ნელა აკიაფდა ნაზი ყვავილები ნელა ამოძრავდა სხვა ტაძრის ბოლოდან ისმის ქალის ლოცვა ყოველს დაებკურა ნამი იხსენ საქართველო იხსენ საქართველო იხსენ საქართველო ამინ 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 ნამდვილად Hadi uğurlar. Hadi uğurlar. Hadi. Kaç fikir ederim ayıp kala. Hadi yak et bu çok hadi. თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად ყინვარი შანგლადენთო შიგმზე სანთლად ედგა და ხალხსელვის ყვერთხით სურვილსა ნიშნებდა წყალობა უფლისა თურმე ყველას მისდა მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეყარა გაშლი ხელის კულზე ედოდე და მიწა რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა მის წირლიკში იდგნე ზანგნი თუ არაბნი ფრანგნი თუ ვინ მოთვლის ღვთისნებას მინდობი ზოგს ველი არ გუნა, ზოგს მთების ქარაფი, ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი, ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები, უფლის განაჩენი არ იყოს სადაო, ხოლო ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველი. რიგი და ქართველი, საიდან სადაო? და როცა პირწმინდა დარიგდა მთავარი, გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ, უეცრად ჩვენები სად იყვნენ სად არა წარუდგნენ დაჰკითხეს ჩვენ რა ვქნათ უფალო მიწის სამზოველი სურთრისღა ღაფავდნენ ფრიად და მაშვრალის ჩანდათვით მეუფეც განცვიფრდა ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე? მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო მეუფევ მაღალო რიც მხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ, დადაბობიან და ჰერმერთო მოწყალებ. ქართველი გახლავართ, გაშალეთ ნავდები, შენი სადღეგრძელო თასები მოცალეთ. და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი, კარგითი ცუდი კუთხე გაეცი მთლიანად, რა უყოთ, ნუსუხა, შენ კარგად იყავი, ოღონ და გვიცალე ეს ერთი ფიალა. ალპებად, ანდებად, თუ კავკასიონის მთებად აიწვნენ წარბები შეკრული. სად დაგაბინაოთ, არ არის იონი, ასეთი ლამაზნი, მამაცნი ერთგულნი, სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხიც. მარტო დავიტოვე პატარა წალპოტი, იქ განთა დავბერტყე სიტურთის სიუხვის. და რადგან მიწის ხვანამცეცი არ არის, ზეცაში ვიცხოვრებ, ხოლო ესადემი ქვენთვის დამითმია, და იყო სალალი. და ასე წამბრძანდა ღმერთი ცატაშინა, და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთავარი, მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია ქუხსნისი სიტურფის, სიუხვის ამბავი.
ინდამფრედის გოგის სახელით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ აქ მოგზავნით და მოწიწებული საჩუქარი გადავცეთ თქვენს ასე ვთქვათ საერთოდ საპატრიარქოს. ეს გახლავთ ჩვენი სოფლის მწერალი, ასეთ იოსებ ნებაძე, რომელიც ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ცნობილია ეს მთლიანად საქართველოში, მაგრამ კიდევ სახალხო მთმელი და ეს რამდენიმე ჩვენთან სახსოვდება. მე უბრალოდ ჩვენი პრეზენტაცია რო იყო სამებაში ჩვენი საქართველოს ხელთემის იქ იყო ესეთი ნათქვამი ჩვენი მოძღვარი გამოვიდა და მოძღვარმაც კითხა რომ მე და ეხლა მჭეურ მეტყოლება მომცავა რაღაცა ანუ აი ხა რაც აქ ნახეთ ჩვენ ცრემელი ხო მოგვადგა თავისთავად ცხადია მაგრამ ამას თან უნდა კონდეს სიტყვა თუ ამოთქვა სიტყვები კიდე როცა არ ყოფნის არა ევანგოთუას ნათქვამია რომ დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაც არის ამასთანავე აი ამ დიდი გულწრფელობით მინდა რომ ქედი მოგიხაროთ ყველას დაწყებული ყველაზე პირველ კლასელი ყველაზე პატარა ასაკით მოსწავლიდან და დამთავრებული ალბათ აგერ ჩვენი ქალბატონი უხუცესი ქალბატონი ბრძანდება ესრება ჩვენს ღონისძიებას და მისი დამთავრებული მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ნონას ამხელა მადლისა და სიყვარულისთვის აი ამის მერე მთელ პედაგოგიურ კოლექტივს თავისთავად ცხადია და ბავშვებს ამის მერე მე ერთი რამის მჯერა აქამდეც მჯეროდა მაგრამ ეხლა უფრო კონკრეტულ აქ ხრელის სკოლაში და ზოგადად ახალციხის რაიონში მჯერა რომ აქედან ქართულ ფერს ვერანაირი ძალა ვერ ამოძირკვავს ჩვენ ახლა მართალია ხმლით და ავტომატებით ომი არა გვაქვს გაჩაღებული ტრესინამდე ხელოვნური ტრესინამდე მაგრამ ამ ფარული ტრესინამდე ამაზე დიდი არ არის ჩვენ არ გჭირდება ჯერჯერობით და ეს ისეთი ძალაა რომ ამ ბავშვებს ამ საოცარ ბავშვებს ეს ფესვი აი დღევანდელი ერთი ქართული ამონასუნთქი გაყვებათ მთელი ცხოვრება მე პირადად ასე გვდილამდე არ დამავიწყდება ეს ყოველივე და იმდენად თბილი იყო ყველაზე მთავარი რა არის რომ სითბოთი იყო გამოცემული ამ სითბომ შემძრა და შეგვძრა ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ლურჯ მწვერვალებს ქარი ძისფერ ნისლში ხვევდა და როდესაც ბაღში ვარდნი ყვაოდნი თოვლიდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავნის ტბასა ზედა წოდა ქარი მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი მიეძინა ერთ წარკოჩში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეს ო ეს ვინ არის გამოცხადდა მგზავრის წინა თუ გეშინინ მიუგებდა იესო გაეღვიძა წუთით იგრძნო მშობლისევდა მაგრამ წმენა ავალებდა რაოდენს თოვლიდო ჯავახეთის მთათაზე და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ Arnauzi sanbari, ერთი ასოდომ დააკვდეს, მეორედ მოსვლა ერთი საუკუნით ადრე დადგება, უთხრა ეპისკოპოსმა აფოცმა ცურტავეც და მშვიდობებისას. ფიჩქვეშ და მარული ხმალი მოსინჯა ხუცესმა. იარაღმა ძალა შემატა ცურტაველს. ხმალზე მისი წიგნის სახელი იყო ამოჭრილი და შროშანი ეხატა, შუშანიკის სიმბოლო. უფრო ქვევით ეწერა იაკობ ცურტაველი, მესია ქართული სიტყვისა. მოგვიდა იაკობი ერთმანეთს ეკვით. იაკობმა მოიქნია ხანჯალი და კრა მოგს მკერდში. მოგვი იქვე ჩაიკეცა. იაკობს უნდოდა მთლა დაეკუწა მოგვი, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ადგილიდან ვერ იცვროდა. უცებ ვეებერთელა ნესტარ შემართული გველი აღიმართა იაკობის ფეხებთან და შეკითხავდა კითხვის ნიშნად ქცეული გველი ცურტაველს და სუპირად დაავიბერისტერის პირველ ყოფილი ბიბლიური ქვეწარმავალი დაჭრილი იაკობს. უცებ ღრუბლების თეთრ ქულებს შორის იაკობს ღმერთი მოელარდა. ბიბლიური, წვეროსანი, ცათა მეუფე. ეს მე ვარ ღმერთო, იაკობ ცურტაველი, მარად ქართველი, ჩოქის მომხრელი, ფეხთა შაშრული შენს წინაშე გულში ხმალგაყრილი ლოცულო. თვით დამარხავდე მათ ვინც დამარხვას უპირებს ენას ჩვენსას. თავად წაირთვეს მამულს იმას, ვინც ჩვენთვის მამულის ძარქმევას ლამობს. კურთხეულ იყო სანბანი ჩემი, ენა ჩემი, მამული ჩემი და ერი ჩემი. ათდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. არავინ იყო მაგ ახლოს, ვერავინ გაუწოდა წყალი. შას ეახლა პიტიახში, იაკობიც თან
გაიყვანა. შარმა თავის კარავში პოეტთა და ფილოსოფოსთა ტურნირი გამართა. ყველას თავისი ენა უნდა ეკო. შალს არ ეჭვებოდა, რომ ყველას სპარსულს შეაქებდა. ან სპარსლი იტყოდნენ უკეთეს ქებას, ვიდრე სხვა ერისშვილი. გამოვიდა სპარსი და აქო ფარსის ენა. ბიზანტიელი აქებდა ელინურს. ჯერი ქართულ ენაზე რომ იდგა, პიტი ახშმა ცულტაველი გაიყვანა ასპარეზზე. შენი ენა ვინ შექმნა? ჩემი ენა ღმერთმა შექმნა. რომელმა ღმერთმა? შივამ, ბუდამ, ქრისტემ თუ ზარატუშტრამ? იმ ღმერთმა, ვისი ჯვარი წყულზე მკიდია. შეხედეთ ქართულ ცას, ვარსკვლავების ალმასითაა მოჭედილი. შეხედეთ ქართულ ყანას, მისი ბარაქიანობაა ქართულ ენაში. თვალი მიაყარით ლამაზ ქართველ ხალხს. არა, არ არის რა მასზე მშვენიერი. სწორედ მისი სილამაზე და სინაზეა ქართულ ენაში. ოქროპირობდა და ამკობდა ენას იაკობ ხუცეში. ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელი შეყვარებული სოლომონ ბრძენის ენაზე ლაპარაკობდა. ერთად სპარსულ ენაზე, ღმერთთან ელინთა ენაზე, მოყვარესთან ესპანურ ენაზე. რამდენადაც ვიცი, მან ქართული ენა არ იცოდა. დამჯერა დღეს ამას მეორედ მოსვლისა. ღმერთი ამ ენაზე განიკითხავს სოფლიოს. მართლაც, ღმერთი ამ ენაზე განიკითხავს სოფლიოს. იაკობ ცურტაველო, ოქროპირო, შენი ფრესკებით უნდა იყოს მოხატული საქართველოს ციხე-ტაძრები. შხაყუნა წვიმა მოვიდა იმ დღეს. ცულტაველის ცრემლებივით წმინდა და გამჭვირვალე წვეთებით შიოდნენ მტკვარსა და არავში. წვიმდა მართალთა და ცრუთა ზედა. ერთხელ ჰუნებთან ომში გამარჯვებულმა ირანის მიმავალმა შაჰმა გზად გაიარა საქართველოში. მოდიან ღმერთო სპარსელები და ჰუნები, მოდიან ხაზარნი და ალანი, ყივჩარები და ყაჩაღები, ჩემს მიწას მედავებიან, ჩემს კაცობას, ჩემს სახლსა და კარს. ჩემს საყვანსა და ჩემს წინაპართა საფლავებს, ჩემს ტაძრებში თავრასურს გამართონ, ჩემს წმინდანებს უნდა დააფურთხონ, რამდენს გაუძლოს გულმა და ხმალმა. მათ ფეხებზე კიდია შენი ფანაოზი, შენი სალოცავი, თავიანთი ველურის ჯული ურჩევნიათ ყველაფერს. რა დრო გასულა მას აქეთ, რამდენ წყალს ჩაულიან მტკვარში. დაუჩოქა ცულტაველმა და ქართლის სახელოვან მეფეს ბახტარი გორგასალს მიართვა პირველი ქართული წიგნი. ეს იყო პირველი სალიტერატურო ძეგლი, შუშანიკის წამება. მადლობა მინდა გითხრათ, აი ესეთი კარგი სკოლისთვის. სკოლა რო ნამდვილად კარგია, ამას ეთქობა კედლებზე გამოყენებული ვიზუალური შტაბ-ეჭდიდების მოცემული პლაკატები და აი ეს მოვლილი და მზრუნველი ხელი სკოლას აშკარად ეთქობა. მინდა ასევე გითხრათ, რომ კარგი სკოლის დირექტორი გყავთ, რომელიც ძალიან კარგად იცავს თქვენი სკოლის ინტერესებს, სკოლის იქით, რესურსებში, თბილისში და სხვაგან და სხვაგან. ამ ინტერესებს დაცვა უნდა და ამ დაცვას ჭირდება სწორედ ძალისხმევა და მიხარია, რომ ესეთი ძალისხმევის მქონე ახალგაზრდა ენერგიული დირექტორი უძღვება აი ამ სკოლას. ეს სოფელი ჩემთვის ძალიან ახლობელი სოფელია, ძალიან საყვარელი სოფელია. უამრავი ახლობელი მყავს აქ და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ცხოვრობს ამ სოფელში და მე შემთხვევით არ გამიმახვილებია ყურადღება, ჩვენ იმ მიწის შვილები ვართ, რომელ მიწაზე სულ ებრძოდნენ ქრისტიანობას, სულ ებრძოდნენ ქართულ ეროვნულ ცნობიერებას და მიუხედავად ამისა არც ერთი ბრძოლა მოგებული არ ყოფილა. 300 წლის განმავლობაში ბატოობდა აქ უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა, მაგრამ საქართველოს არ შეძლია აქაურ ქართველებს არ შეცვლიათ არც ნირი, არც ქართული ლექსიკა და არც ქართული რწმენა. ვისაც შეეცვალა ეს ნირი და ვინც უარყოფდა და ყველაფერი ამას ზურგი შეაქცია, ისინი თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან დიდი ხანია წასულები არიან საქართველოდან და მათი გასახლებები, მათი რეპრესიები და სხვადასხვა ოპერაციის მსხვერპლი გახდნენ ისინი. დარჩნენ ვინ? ვისაც ქართველი ხალხი იტყოდნენ წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიან. სწორედ ქვიშასავით მართალი, ქვიშასავით განძრე და ქვიშასავით ერთგული მესხები დარჩნენ ამ მიწაზე და თქვენ უნდა იცოდეთ ვისი გორისანი ხართ. თქვენ ხართ იმ ხალხის გორისანი, რომლებიც რწმენისთვის და თავისი ქართველობისთვის თავს დებდნენ და დღევანდელი დღე სწორედ აი ამ თავდადების ერთ-ერთი გამოხატულებაა. დღეს მოგეხსენებათ ასპინძის ბრძოლის თარიღია, ასპინძობის დღესასწაულია, აქვე ჩვენთან ასპინძაში
სადაც მოხდა დიდი გამარჯვება და ეს იყო არა მხოლოდ ასპინძის გამარჯვება, არამედ მთელი მესხეთის რეგიონის, არამედ ამ დროს გამოიხატა ქართული ნება, რომ დიახაც ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვინდა საერთო ქართულ ოჯახში ცხოვრება და ეს ბრძოლა სწორედ ამისი გამოხატულება იყო. ეს გამარჯვება იყო გამარჯვება ქართული სულიერებისა და ქართული ცნობიერებისა. მინდა რომ ასპინძის გამარჯვება ყველასთვის იყოს ნიშანდობლივი და ყველასთვის იყოს გასააზრებელი იმ კუთხით, რომ ადამიანები სისხლს უღრიდნენ და თავს წირავდნენ აი ამ გამარჯვებისთვის და ამ გამარჯვების ნაყოფი და ამ გამარჯვების შედეგი ვართ თითოეული ჩვენთაგანი. ძალიან მომწონს ეს პროექტი. მე როგორც ხუთიშვილის დედა მივესალმები ამ ფილმის ავტორებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენ სკოლას ასე წარმოაჩენთ. მე ამ სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ვარ, 5 ვაჟკაცს, 5 ბიჭი მყავს. და სწავლობენ სარჩინებით, მივდევთ სარწმუნოებას, როგორც შევძენთ და ასევე სურვილი მაქვს პატარა მყავს მოსანათლი, 4 მყავს ქრისტიანი, პატარა მყავს მოსანათლი და სურვილი მაქვს მოვანათლი და პატრიოტი. აი ფინანსურად ვერ შევეცე ისე რომ მოვანათლო და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დადიხართ, იმისთვის რომ არსებობთ, იმისთვის რომ აი ჩვენაერ ხალხს წარმოაჩენთ ისე როგორც ალბათ შეგვეფერება, რადგან ქართველები ვართ. ფილმი ძალიან კარგია, ძალიან მომწონს. მივესალმები დანში რომ პეტროვიდის აი ამ ფილმებს თუნდაც პატრიარქის რაღაცა სიტყვას, თუნდაც აი ამ კუთხეების წარმოჩინებას რომ ხედავ. ძალიან უყვარს საქართველო. ქართველები. შენიშნახორებას არ ფილმთან. არა, ეს ისეთი პროექტია რომ აქ შენიშვნა არ არის, უფრო მრავალფეროვანი იქნება ყოველთვის. განარწმინე ქართველობაცას მიხმარლე ნათელი, სამოთხეში დაამკვიდრე ღმერთო მისი სახელი. ქართველს წმენა გაუმძლავრე კვლავ გიკმიო საქმელი, ხაცრევლებით ლოცულობდეს ზეცით რომ არ საქმელი, აგიზგიზოს სიყვარულით გულში რწმენის კანდელი, პური ჩვენი არსობისა მოგვეც სულის საზრდელი. ეკლესია დედა არის ბოროტის განდამცველი, მამა დედა სული წმინდა სულიერი განდელი. ნუ ვიქნები ჩვენი მშობლის მშობელზე განცველი, რომ სამჯავროს არ დაგვატყდეს სოფლისაგან საშქელი. ქრისტეს მივსდიოთ, ვიპოვოთ მისგან სულიერი საშველი, იგი არის სულთა ჩვენთან წყალობელი მაშველი. ბოროტების გამდევნელი, ბოროტ სულთა დამსჯელი, უყვარს მხოლოდ წმინდა კაცი მლოცველი და მარხველი. ოხსამება ცრემთა ხვევი, გევედრება ქართველი, ძლიერი ხარ, უკვდავი და ყოვლად გძენი მართველი. ნეტარია ვინც იქნება ზეცად ჩემი მმართველი.
ღმერთობის შენთან დაგვიყვიდრე ვარ ტანის სინათლე. შენ საქართველო ლომგულო ღვთის ნათლუს გაზაფია წმინდა გიორგი წინ გიწვის მტერი მან გაანიავს. ჩვენ ხო აქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ ხო ვადებული ვართ, რა ჩვენმა წინაპარმა ჩვენ გადმოგცა. ხარით გადმოგცა სისხლით, ჯაფით, შრომით, თავგანწირვით. გამოდმებული დღენიადაგი ბრძოლით. წეგან ვიგონებდით მანქანაში მე და გოგითა ჩვენი ბიჭები რომ მოვდიოდით რომ ცოტა ახლა მაგარი წვიმა იყო იქიდან მეგონა ბორჯომიდან და ხაშოვიდან წვიმა არ გამწყდა რაკეტა. როგორ იყვნენ ჩვენ წინაპრები და წვიმაში თოლში უგუნურობაში ღამე არ ეძინა დღისით არ ეძინა რომ ყველაფერს ახერხებდნენ მამული დაიწვეს მოიტანეს. აი იმიტომ ავთქვი ზევან რომ ეს ფესვი არ გახმება არასოდეს. აი რაც ამ ბავშვების სახით ვნახეთ მაგათ ახლა რა მაგ ფესვი რა ეგ იქნება მარად ცოცხალი ფესვი. ყველა თეომება 1000 ჯურის მტერი ქართულ ზოგი მეგობრობი ზოგი ნარდიმტროვი ზოგი ფარულად ამას ვერავინ ვერ ამოძირკვავს საქართველოს გადაშენება არ უწერია. უბრალოდ თუ ჩვენ გვინდა რომ უფრო მძლავრები ვიყოთ ვიდრე დღესა ვართ იგივე სულისკვეთებით უნდა ვიყოთ ყოველთვის როგორც აი დღეს ამ სკოლაში იყო. გაგლოცავთ გაგეხაროთ ღმერთმა ბედნიერი ვარ ნამდვილად ჩემთვის უბედნიერი სოციალ საოცარია ხალხო. დღეს ხან ასპინძობა არის თან ისე დაემთხვა აქ ამოვედით. ახლა მე ია და გიორგი გავარკვევ თუ როგორ იცნობთ საქართველოს გმირ წინაპრებს. ბავშვებო, თქვენი დახმარება მჭირდება. ხომ დაგეხმარებით? დიახ. აბა ყურადღებით მომისმინეთ. საქართველოს გმირი წინაპრები. ყავდა დიდი წინაპრები, ამითავად ბედნიერი. მათ შესწირეს თავი მამულს, მტრისგან იხსნეს ჩვენი ერი. საქართველოს მტრების რისხვა მეფე იყო ვითკლდესალი. თბილისის დამა არსებებს ქვია ვახტანგ გორგასალი. ერთად შეკრა საქართველო იყო დიდი მშენებელი. გელათშია დაკრძალული დავით აღმაშენებელი. ქრისტეს წვერით მტკიცე ხელით მტერი შიშით დააფეთე. საქართველო განამტკიცე ერი გლოცავს თამარ მეფე. ეს თვითი ახლა თავი მოკვეთეს მეფე გმირობით არის ხებული განსაც თელისგან სამშობლოს ხსნელი არის დემეტრე თავდარებული. ქრისტეს ერთგულებისთვის შავს ყავს გაწამებული გმირდედოფალს უწოდეს ქეთევან წამებული. წრის ჯარზე გამარჯვებები ცხინვალეთ გაიმეორე პატარა კახა ცნობილო მეფე ერეკლე მეორე. შვიდი სამშობლოს შესწირა გზას გვინათებს სადრის სახე ვიცტე შიშის სასაცემდა გიორგია საგაზე. ბახტრიო მტერი დალეცა კახეთი ასტკა დაშლილი ქართველებს წინ ვინუძღოდა ბიძინა ჩორტაშვილი. დასასჯელი ქართველების გვერდით დაწვა დარდიანი ვინც დაიხსნა მოძმეები იყო ცოტნე დადიანი. მტერი წყებრეში ატარა არის სამშობლოს ხსნელი. მტერმა აწამნა საშიდად გმირი თევდორე ძველი. მტერში აკლა ყველამ თავი არ დასტოვეს ბრძოლის ველი. ეს 300 გმირი იყო 300-ვე არაგველი. მეფე ერეკლეს ლაშქარში იბრძოდა ხლით მტრის მკვეთელი ქალი ვაჟკაცის სამოში იყო მაია ცხელი. ღარიბი კაცის დამჩაგრეს ანანა ქვეყნად გაჩენა სიმართლისათვის იბრძოდა ოძელაშვილი არსენა. საქართველოს როცა მტერი თავს ესხმოდა ფლიდიავი მტერს გმირულად ვინ ებრძოდა ქსნის ელისბარ ელისავი. ყავდა დიდი წინაპრები ამითავად ბედნიერი. მათ შესწირეს თავი მამულს მტრისგან იხსნეს ჩვენი ერი. თქვენი გამარჯვება რა იქნება? თქვენი გამარჯვება არის ეს ლამაზი ცეკვა, ეს ლამაზი ლექსი, ეს ლამაზი სიტყვა და ლამაზად სწავლა. სწავლა და სწავლა. თქვენგან ხმლის ტრიალს არ ითხოვენ, თქვენი ბრძოლა და თქვენი გამარჯვების ასპარეზი არის წიგნი და არის სწავლა. გისურვებთ გამარჯვებას სწორედ აი ამ ფრონტზე და გისურვებთ სწორედ სწავლაში გამარჯვებას. მინდა საინფორმაციო ბუკლეტი გადავცეთ თქვენს კარგ სკოლის დირექტორს და ასპინძის ბრძოლის გამარჯვების სულისკვეთება ამის პლატფორმაზე. ღმერთმა ბედნიერად გამოგიტეთ. მადლობელი ვარ დღევანდელი შეხვედრისათვის. დიახ. აი ბატონმა ზვიად მე ახლა ეს გადმომცა ხატი, ეს არის წმინდა ხატი, რომელიც სამთავროს დედათა მონასტერში არის შექმნილი. მოგეხსენებათ სამთავროს დედათა მონასტერში განიცვენებს ჩვენი პირველი ქართველი მეფე მირიანი და მისი ღირსეული თანამეცხედრე და ღირსეული თანამებრძოლი მეუღლე მისი ნანა დედოფალი, რომელთან ერთადაც
გაიარეს ის პირველ ქრისტიანული გზა, რომელმაც საფუძველი დაუდო ქრისტიანული რწმენას სრულიად საქართველოში. და დღესაც მთელი აღმოსავლური სამყარო მოგვიაზრებს ასე: ქართველია, ესე იგი ქრისტიანია. ქრისტიანია, მაშინ გურჯია და ქართველია. აი ეს იდენტურია ჩვენი ქართველობა და ჩვენი რწმენა ერთმანეთისა. და ასევე ეს წმინდა ხატი მინდა ჩვენს დირექტორს გადავწე და პირველი ქართველი მეფე დედოფლის გულის ჯიბით არის ხატარებენ და ეხლა თვითონ ნონა მიხედავს. ალბათ ეს იგივე ამ სკოლის მფარველი იქნება პატია ხატი. მე ქართველი ვარ, დღემდე ისე მოვახციე, ბევრჯერ ყოფილი ვარ სისხლის გადაცლი, მაგრამ დაჩოქილი არასდროს არ ყოფილი. მე ქართველი ვარ, გაუსაძლისი ცხოვრება ცხოვია, ისეთი პირთით დამწოლია, გასრესაც ცოტა მაგნა, მაგრამ არა, სახეზე ღიმილი არ მომცილებია, ხრებში არ მოხდივარ, არა იმიტომ რომ ტერი არ გამეცინებინა, არამედ იმიტომ რომ სხვაგვარად არ შემეძლო. მე ქართველი ვარ, ამბობენ ბევრი დაღუპა სიძულვილმაო, ვისაც ხვისი განადგურება უნდა და თვითონ გაქრა, მე კი სიყვარულმა მიხსნა, ეთყობა სიძულვილი არ შემიძლია, არასდროს შემძულებია მეზობელი იმისთვის, რომ იგი სპარსელი ან არაბი იყო. მე ქართველი ვარ, არავის ვეჯიბრები, არც ვინმეს გაკითხვა მომცულია ფიქრა, არც ერთი მკაველი არა ქართული მიწა არ მიკავია. არავის ვამადრი, მაგრამ ბევრი მიწა თვიდან მიკარგავს. არც ვინმესთვის დამიხურავ საზღვარი, მრავალი ჩემთან და მისახლებია დაძმად მიმიღია. არც მის ენას და რწმენა შევხედვა, ასეთია ქართველი კაცის გული. მე ქართველი ვარ, ჩემი მოხრა არ შეიძლება, ხოლო თუ გადამტეხარ დამტეხ, არ გეკონოთ ვინმეს ვეჯიბრებოდე, არ ვამცირებდე, არა ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ იმას ვერ დავთმობ, რაც ქართველისთვის ყოველთვის ძვირფასია. ენა, მამული სარწმუნოება. საქართველოს სიყვარული სულ ვალებული ვარ, რომ ყველას გვიყვარდეს საქართველო. ისეთი ადგილმდებარეობა არის, რომ ჩვენ სულ უნდა შევიყვაროთ საქართველო. უმისოთ ჩვენ არ შეგვიძლია სიცოცხლე. იცოცხლე, როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს, დავკარგე ძალა და მადლი მისი. მე მირჩევნია ჩემი ღარიბი, ვიდრე მდიდარი ქვეყანას ხვისი. ჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში, ჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული. ისეთი სწრაფად მიფრინა წლები, თითქოს თამაში ვიყო გართული. როდესაც გავხდი მე ემიგრანტი, შევიწროვებაც ვიგრძენი მაშინ, უცხო კანონებს ვემსახურე. მე მორჩილები დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი, ჩემს სამშობლოში მე ვქთები მესხა და პატრიოტი ქართველი მერქვა, მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა. სადაც ვიქნები სულ მეყარება, ჩემი მთები და ჩემი ბუნება, რაც მთავარია მე ვახსოვრება, ენა, მამული სარწმუნოება. ამ კლასში განსაკუთრებით ჩვენ ადრე როგორც მოგახსენეთ ისწავლობდა რელიგიის საათები და ყოფილი რელიგიის მასწავლებელი მაინც ატარებს ხოლმე ლოცვას. განსაკუთრებით ორშაბათს დილით და სწავლის დაწყების შემდეგ, აი როგორც გვაქვს გამოვლენილი და ზოგადად ლოცვებსაც ვეთხოვთ 12 საათიან, 3 საათიანს და ასე შემდეგ რომელიცაც გვიწევს. და უნდა წაიკითხათ ლოცვა და სხვა საგანი გქონდათ მე მგონი და ნაიემ აი ამ ბავშვმა დაინახა რომ მასწავლებელო ხატები სველია. და აი ამ ხატებზე მაშინ გქონდა ცელოფანი, ახლა სხვა კლასებშიც გნებად შეხვდათ, ყველგან ცელოფანი გვაქვს გადახურული, როგორც მოგიყევით რომ ეს არ გაფუჭებულიყო ხატები, არ დაზიანებულიყო, იმიტომ რომ ეს კურთხევით ნაკურთხი მამა სტეფანემ გადმოგცა საჩუქრად და ეს აი ძალიან დიდი ხნის ისტორია გამხატებს. ანუ როცა კი გამოიცა და გვაჩუქეს, იმის მერე ხელუხლებელი გვიდევს ცელოფნის ქვეშ. და არ გვეჯერა არავის რა ასე ვთქვათ, შემოვიარეთ მთელი საკლასო ოთახები, რომ სხვაგანაც ხომ არ სხვა შეიძლება სინესტე ყოფილიყო და რაღაცა, ანუ სხვა ვარიანტებსაც ვამბობდით, მაგრამ მე ვთქვით, რომ დაურეკეთ მამოებს, აგერ ქალბატონმა ეთერიმ დაურეკა მამოებს და გითხრეს, რომ მოხსენითო ცელოფანიო. ცელოფანი რომ მოხსენით ხალხო, არ ვიცი, იმდენი იყო. იმდენი ეს რა ქვია, მირონს ვამბობ, აი არ ვიცი, შემიძლია თუ არა თამამად თქმა. იმდენ სულ აი ჩამოვიდა წვეთებად და გვენანებოდა, კარგი ახლა ჩვენ ფეხს არ ვადგამდით აქ, რომ ის ცელოფანი იდო აქ. აი არ ვიცი, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გაშრა. სულ სველი იყო. და დიოდა, მოდიოდა განსაკუთრებით აი ამ ადგილ შეიძლება ასე რომ ვაკეთებ, ჩვენ არ მივიდივართ ხოლმე
აქედან მოდიოდა, აი ეს ადგილები სულსველი იყო, ასე ჩამოდიოდა, აი ფეხზე ქონდა ჯვარი გამოსახული იესოს და შუბლი აი ამ ადგილას განსაკუთრებით სველი ქონდა, აი აქ ყელთანაც სულსველი ქონდა. არ ვიცი, დიდი სურვილი იყო ბავშვებისა, რომ გაგვეთქვი ყოველთვის ლოცვით დაგვეწყო ხოლმე და ლოცვებს კითხულობდი და ერთ-ერთი ბავშვი გავიდა გარდა, რომ შემოვიდა ეს ცელოფანის ქვეშ მთლიანად ხატები იყო ნისლის ქვეშ, აი დანისლი რაღაცნაირად და ეს მასაბელო შეხედე თუ რა ძალიან ბუნდოვანი იყო გამოსახულება და ესე თითი მივაჭირდა, თითი რომ მივაჭირე შუაში ღვთისმშობლის ხატს, რაღაცენ სითხე იყო, აი ჭიქით რაღაცათი რომ შევსა, ეს დიდი რაოდენობით სითხე იყო. ძალიან შემეშინა, თან გამეხარა. იმ წუთში დავტოვე ეს ბავშვები ერთი წუთით მეტ გაკვეთილიყო დავდებოდა და შემოვირბენა ყველა კლასში. ყველა კლასში გვაქვს ხატების კუთხე. სხვა კლასშიც იგივე ხომ არ არის მეტი და თან შემეშინა. იმ წუთში დირექტორი ჩავაყენე საქმის კურსზე და დაუკავშირდით მოძღვარს. მამა სტეფანე ვერ მოახერხა ამასლო, მამა სტეფანეს მრევლი ვარ მე და თვითონ სკოლაც მამა სტეფანე პირველად მაგვაკურთა. მისი ისინია ხატები, მისი ნაჭუქარი და რა ვიცი, ნონა მასაბელი ძალიან მხარში ამოვიდგა. იმ წუთში საპატრიარქო ჩავაყენე ჩვენი მეუფე? კი, მეუფე არ იყო ადგილზე მაშინ, იყო ეპარქიის. ეპარქია. მამა სტეფანეც ავირებდა ბელგიაში წასვლას და მამა ნიკოლოზი ამოვიდა, მამა დავითი ამოვიდა ნახა და 40 დღე აქ კანდელიც გვენთო და რა ვიცი, ლოცვებს მათ ირჩევით, ლოცვებსაც ვკითხულობდით, სახარებასაც ვკითხულობდით და 40 დღის შემდეგ აღარაფერი აღარ შეგვიმჩნევია და მე გავჩერდით. კიდევ ერთხელ მადლობა მოგიხადოთ ყველას, მამული შვილობისთვის, ქართველობისთვის და მეამაყება რომ ნამდვილად ამ სკოლაში შემოვდგი ფეხი, მე პირადად და შემიძლია ვიამაყო ეხლა რომ ჩავალ დედაქალაქში იქნება თუ სადაც იქნება რომ მე ღრელი სკოლაში ვარ ნავყოფი, აღაწიღის რაიონში და ნამდვილად მერწმუნებთ რომ ჩვენი მეშვეობით, ჩვენი რეჟისორის მეშვეობით, ლექსო გელაშვილის მეშვეობით და ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მეშვეობით ყველასი თქვენს ახალს ძალიან მალე გაიგებს მთელი მსოფლიო. შევედით იმ ოთახში და უყურებდით მაგ კინოს საქართველოს ხერხემას და ამ ყურებისას ფანჯერასთან მოფრინდა რამდენჯერმე ჩიტი და თავს უტყავდა რაღაცნაირად რომ თითქოს და შემოსვლამდე და რამდენჯერაც მივედით მე გავახეთ და მე უკვე გაფრინდა შეიშინდა მე კიდე მოფრინდა დღესაც კი მოვიდა რომ ყვებოდით ლექსებს გასლაპარაკო სასწაული ისინი რომ მოგიგებს ხოლმე აქ რო ეგულება რომ კიდევ საქართველოს ხერხემას უყურებს კიდევ საქართველოს ხერხემას რა მოგეწონა ძალიან მომეწონა ის მამაო 40 წელი ვიყავი რა ფეხით ჩასულიო თბილისს გამოსტასო მამა გიორგი ბასილაძე ხო? კი რა მოგეწონა? როგორ როილაპარაკა 40 წელი ვიყავი ქუთაისიდან თბილისში ჩასული ფეხით და საერთოდ იგეთან გენდაცალი გაიხადა
Terasai